სტატისტიკური მონაცემების მიხედვით აჭარაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 12,000 ადამიანი ცხოვრობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა შრომის უნარიანია, მაგრამ დასაქმებისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობს. რა კეთდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, დროს რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ნახევარია უკვე რომ ეთსივზი ვარ და მის მერე ნახდათ ოჯახი, გაუსაძლის მდგომარეობაში ყავს ცოლი, შვილი, რავი, მეზობელი, ვინც თუ შემთხვევა ყველა მეხმარება. გზა ამჯერად მხოლოდ სახლიდან ახლომდებარე მაღაზიამდე გრძელდება. მას შემდეგ რაც ეტლის გარეშე ვეღარ გადაადგილდება, გარეთ უფრო იშვიათად გამოდის. 42 წლის ამილენ შაინიძე უკვე 9 წელზე მეტია ეტლს მიეჯაჭვა და შესაბამისად სამუშაოც დაკარგა. წლების განმავლობაში საოჯახო ტექნიკის შემკეთებლად მუშაობდა. ამბობს, რომ იგივეს გაკეთება ახლაც შეუძლია, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. რო იყო საშუალება მაგალითად, რა თქმა უნდა, ვიმუშავებ და რა თქმა უნდა, ჩემთვის ახლა ეს გასართობი იქნებოდა და უფრო ფსიქოლოგიურად დაულაგდებოდი. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის გარემო პირობები მაინც უშეღავათოა. უსინათლოების სმენა, დაქვეითებულები და შეზღუდული გადაადგილების მქონე ადამიანები სოციუმში ინტეგრაციის პირველ დაბრკოლებად სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ, რასაც საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება და სოციალური პირობები ერთვის. სახელმწიფო იზომება იმით, თუ როგორ ექცევა ის იმ პირებს, ვისგანაც ჭირდება სახელმწიფოს ყველაზე მეტი ყურადღება, ყველაზე მეტი დახმარება. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ დემოკრატიულები, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მივცეთ საზოგადოებაში გამოსვლის უფლება, პოლიტიკური უფლება, ან პოლიტიკური უფლებები, არჩევანში მონაწილეობის უფლება და ასე შემდეგ. მას ჩვენ უნდა შევქმნათ ისევ და ისევ ადაპტირებული გარემო. არაკომფორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის შრომითი უფლებების დარღვევაც სახელდება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო. რაღაცნაირად უნდა დავალდებულოთ ის მეწარმე, რომელიც ასაქმებს, რომ შექმნას ის სამუშაო ადგილები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იქნებიან დასაქმებული, გარკვეული კვოტით, რომ ისინი თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ სხვა ჯანმრთელ ადამიანებთან. სხვა შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ეს ადამიანები ყოველთვის იგრძნობიან თავს გარიყულებად. პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული რეკომენდაციები აქვს მესამე სექტორის წარმომადგენლებს. სახელმწიფოს დონეზე უნდა მოხდეს კონცეფციის შემუშავება, თუ როგორ შეიძლება ეს პიროვნებები დასაქმნეს შესაბამის უწყებებში. ჯერ შეიძლება რომ კარგი მაგალითი იყო იგივე იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის მაგალითი, სადაც მოხდა როგორც შენობის, ასევე შესაბამისი პროგრამის შემუშავება, რომელთაც მოხდა ესეთი პიროვნებების ინტეგრირება და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ჩართვა. სტატისტიკის მიხედვით ამ დროისთვის მხოლოდ აჭარის რეგიონში 12,000-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა აბსოლუტურად შრომის უნარიანია. უმუშევრობა და სათანადო პირობების არარსებობა კი ხშირ შემთხვევაში მათი ფსიქოლოგიური კოლაფსის მიზეზი ხდება.